ახლა კი უკრაინიდან კიევიდან უნდა ჩავრთოთ საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი გენერალი გიგი კალანდაძე, მას მივესალმები. გიგი წლებია რაც უკრაინაშია, აძლევს რჩევებს ამავე დროს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. მე მინდა მისი ნებართვით დღეს ვისაუბროთ როგორც სამხედრო კომპონენტზე, როგორც იმ მნიშვნელოვან სიახლეებზე, რომლის შედეგადაც უკრაინა სამხედრო ოპერაციული თვალსაზრისით და ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მნიშვნელოვან გარღვევას აღწევს და ეს უკვე შესამჩნევი არის ყველასთვის და ამას აღიარებს ისეთი სკეპტიკოსი ამ მხრივ როგორც პრეზიდენტი ტრამპია, მისით დაწყებული და გაგრძელებული სამხედრო სპეციალისტები. და ასევე მინდა დაუსვა რამდენიმე შეკითხვა თავად უკრაინაში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე. პირველ რიგში გიგი, მადლობა კიდევ ერთხელ რომ ჩვენთან ერთად ხართ და მინდა მოვისმინოთ თქვენი როგორც სამხედროს გენერალის შეფასება არსებულ სიტუაციაზე, რამდენად ამართლებს ასიმეტრიული ბრძოლის და აი ამ ციფრული დაპირისპირების ის უპირატესობა, რომელიც აშკარად მოიპოვა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში უკრაინამ რუსეთზე. მოგესალმები გიორგი, მადლობა თქვენ მოწვევისთვის, ასევე მინდა გითხრა რომ საქართველოს მოქალაქე და საქართველოს მებრძოლი ასე მეტი დაიღუპა. მე მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ჩვენი მეგობრების დაღუპვა აქ და განსაკუთრებულად კიდე კუპჩიშვილის, რომელიც სთან ერთად მე ვიყავი 2016 წელს დონეცკის მიმართულებაზე საიცეო სოფელში ის და ქართველი პარტიზანები იმ დროს იცავდნენ კონკრეტულად ამ მიმართულებას. მე მათთან ერთად გავატარე კარგი ხანი. ის იყო ძალიან მოტივირებული, მას ვიცნობდი პირადად და გამოდგა ღმავწუხარებას და კიდევ ერთხელ მიუსაჯულებ ახლობლებს, მისახლობებს და ნათესავებს. ეხლა რაც შეეხება უკრაინაში არსებულ მდგომარეობას, რა თქმა უნდა, მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ კიდევ ვიხილავთ ბევრ სიახლეებს, თქვენ ნახავთ კიდევ და ბევრ გასაცვირებელ და გასაოცარ ნაბიჯებს უკრაინის შეიარაღებული ძალების. მე მინდა გითხრათ, რომ ეს არის მხოლოდ დაწყება. ეს არის ის ეტაპი, რომელსაც მე აქამდე ვიძახდი, რომ დაიწყება კონტრშეტევა, დაიწყო ეს კონტრშეტევა ძალიან დიდი გეგმით, ძალიან გამიზნულად და თუ რუსეთის შეიარაღებული ძალები არ შეაჩერებს თავის საბრძოლო მოქმედებებს, მისი ყოველი დღე იქნება ძალიან დიდი შეუვალი დანაკარგით და ასევე საბოლოო იქნება ძალიან დიდი კრახი და მარცხი რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ მარტო, ჩვენთან ერთად არიან პარტნიორები, მაგრამ მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო პრეზიდენტ ზელენსკის ორგანიზება, რა თქმა უნდა, ამ სამხედრო ხაზის თავდაცვის მინისტრის და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ თავდაცვის სამინისტროში ერთ-ერთი თანაშემწე არის ჩვენი მოქალაქე საამაყო ადამიანი გოგა ცხაკაია, რომელიც არის თავდაცვის მინისტრის თანაშემწე და იქ ეს გუნდი იყო ესე იგი ზუსტად იმისთვის გადმოყვანილი თავდაცვის სამინისტროში, რომ მოეხდინათ ციფრული აღრიცხვა ყველაფრის. გიგი რო დავაზუსტოთ, შეიძლება მაყურებელთა ნაწილმა არ იცოდეს, რომ დღევანდელი მინისტრი ფედოროვიჩი ციფრული ტექნოლოგიების მინისტრი იყო მანამდე, ახალგაზრდა კაცია და სწორედ მისი მინისტრად მოსვლის შემდგომ პერიოდს ემთხვევა და უკავშირდება ის მნიშვნელოვანი წარმატებები და გარდატეხა, რომელიც უკრაინის სიღრმეში დრონების მეშვეობით დარტყმების განხორციელებას უკავშირდება და ასევე აღმოსავლეთის ფრონტზე ეგრეთ წოდებული ნაცრისფერი ზონებზე კონტროლის ეფექტურობა, ასევე სამხრეთით მიმართულებით, რაც რა თქმა უნდა ძირითადად მაინც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სწორი სტრატეგიული ხედვის დამსახურებაა, მაგრამ რადგან თავდაცვის ახალ მინისტრზე ბატონი ცხაკაიას როლზე ვსაუბრობთ, იქნება შთაბეჭდილება, რომ უკრაინა აი ამ კონკრეტული მომენტისთვის სერიოზულად ემზადებოდა და ფაქტია, რომ ფედოროვის მოსვლის შემდეგ დაწყებული მზადების შედეგი მხოლოდ ეს არ იქნებოდა. თქვენ როგორ აფასებთ ამ სიტუაციას?
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დაიხვეწა, მაგრამ უფრო ეფექტურად განვითარდა მას შემდეგ, რაც მოვიდა ახალი თავდაცვის მინისტრი, თავის ახალი გუნდით. ეს იყო ციფრული აღწერა, ეს არის ციფრული მოქმედებები, ეს არის უფრო მეტი ტექნოლოგია შეერაღებულ ძალებში, უფრო მეტი ქვეითთა საბრძოლო მანქანა, უპილოტო და რა თქმა უნდა, უპილოტო საფრენის საშუალებები. ამ კონკრეტულ მიმართულებას მიექცა ყურადღება ძალიან დიდი და მინდა გითხრათ, რომ არის ძალიან ეფექტური. ძალიან ეფექტურია იმ თვალსაზრისით, რომ ვერ აუდიან იმ დანაკარგს, რომელსაც დღეს განიცდის რუსეთის შეერაღებული ძალები. აქ მინდა კიდე გავაკეთო განსაკუთრებული გავამახვილო ყურადღება Deep Strikes, რომელიც 2000 უპილოტო საფრენის საშუალება მიფრინავს რუსეთის მიმართულებით. საერთაშორისო მინდა გითხრათ, რომ დღეში 2000 უპილოტო საფრენის საშუალება, რომელიც გამოიყენება რუსეთის წინააღმდეგ, არ ღვევს ყველანაირ კანონზომიერებას, იმასაც კი, რომელიც შეიძლება ვინმე წარმოედგინა. ეს არის განსაკუთრებული ორგანიზება, ეს არის განსაკუთრებული ძალისხმევა და რუსეთი ამ კონკრეტულ დანაკარგებზე არ საუბრობს, გაურბის და მინდა გითხრათ, ბოლოს კიდე შედეგი, როცა რამოდენიმე კვირის უკან იყო გაფრთხილებული ბელარუსიის პრეზიდენტი, რომ მისი ეს რეტრასატორები, ეს სიგნალის გამაძლიერებლები, რომლებიც აძლევდნენ კოორდინაციის საშუალებას შაჰიდებს და საფრენ საშუალებებს, ისინი იქნა აკვეთილი, თავისივე ხელით მოხსნეს და თავისივე ხელით წაიღეს ლუკაშენკოს მოიტანეს. ბატონ გიგი, რადგან უკვე შეეხეთ ლუკაშენკოს ფაქტორს, მოდი აქვე დავსვა ამ შეკითხვას. რამდენიმე დღის განმავლობაში ვალდაის რეზიდენციაში ლუკაშენკო პუტინთან იმყოფებოდა. ერთი ზოგადი კადრის გარდა, რომელზეც ჩანდა ორი მოხუცებული, როგორ ესაუბრებოდა ერთმანეთს სრულიად არაადეკვატურ გარემოში. ერთი განცხადებაც კი არ გაუკეთებიათ, როდესაც ყველა სხვა წინა შემთხვევებში ისინი საკმაოდ მჭერმეტყველები იყვნენ ხოლმე. ძალიან ბევრს ლაპარაკობდნენ ხოლმე, ზედმეტადად ბევრსაც კი. ლუკაშენკო ძალიან უცნაურად მოიქცა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის დაემორჩილა ზელენსკის ულტიმატუმს, ისე უჩუმრად მოხსნა ყველა ის რეტრანსლატორი, მაგრამ ამის პარალელურად ჩვენ ვიცით, რომ როდესაც სამხედრო ექსპერტები განიხილავენ პუტინის რესურსებს და შესაძლებლობებს, იმ წირ რესურს შორის პირველ რიგში საუბრობენ ბელორუსიიდან ფრონტის გახსნის, უბრალოდ განახლების შესაძლებლობას, რაც ლუკაშენკოსთვის მართლაც დამღუპელი იქნება. როგორ ფიქრობთ, გაუძლებს ლუკაშენკო ამ შემთხვევაში პუტინის ზეწოლას, რა რესურსები აქვს მას ამისთვის? მე მინდა გითხრათ, რომ ის ყველანაირად ეხმარებოდა რუსეთს და ეხმარება კიდევაც ნაწილობრივ, ის აძლევდა საჰაერო თავდაცვის საშუალებებს. ის ეხმარებოდა კონკრეტულად და ეხმარება ახლა საწვავით. ეს არის ცნობილი უკვე ღია წყაროებით და მე მინდა გითხრათ, რომ არათუ ფრონტის გახსნა, არამედ არ უნდა არანაირ კონფრონტაციაში შესვლა უკრაინის წინ. ის იმასაც ნანობს, რომ პირველ რამოდენიმე თვეში მან გაუხსნა საზღვრები და მოადგნენ კიევს ასე უცაბეთად და რა თქმა უნდა მოულოდნელად კონკრეტული მიმართულებით, იმიტომ რომ მან მისცა საშუალება მთელი ჩრდილოეთ საზღვარი პრინციპში გამოეყენებინა რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ და მე მგონი ამასაც ნანობს. მე მინდა გითხრათ, რომ ისინი რეალურად აფასებენ თავის ვითარებას. ის ცალსახად ალბათ აღარ ეხმარება რუსეთის პრეზიდენტს. მისი დახმარება ეს იყო ბოლო, რომ რეტრანსლატორები იყოს ჩადებული მთელ ჩრდილოეთ საზღვარზე, რომ გარკვეული მიღწევა ყოფილიყო უპილოტო საფრენის საშუალებების რუსეთიდან ლვოვამდე და ამ კოორდინაციასაც კი ის განუდგა და იმაზე უარი თქვა. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ გაიგეს რა ძალა უკრაინის შეერაღებული ძალები, მათ დაინახეს საფრანგეთში ევროსატორზე თუ რამხელა პროდუქციით იყო წარმოდგენილი უკრაინის შეერაღებული ძალები, მისი
სახელმწიფო სამრეწველო კომპლექსები და ასევე კერძო, რომელიც უკვე რამოდენიმეჯერ აღემატება სახელმწიფო სამხედრო სამრეწველო კომპლექსს. აი ბატონ გიგი, კი, აქვე მოდით თქვენი აზრი მინდა რომ მაყურებელმა მოისმინოს. ეხლა თქვენ ახსენეთ მათ შორის კერძო სამხედრო კომპანიები. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა, რითიც დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალები ჯაბნის რუსეთს როგორც ოპონენტს არის ზუსტად სამხედრო საქმის ორგანიზების სპეციფიკა. მათ შორის ავტონომიურობის დიდი ხარისხი, რომელიც ცალკეულ სამხედრო დანაყოფებს აქვს, რა თქმა უნდა, საერთო სტრატეგიული ხელმძღვანელობის ქვეშ. და მათ შორის მომარაგების ავტონომიურობასაც ეს ხო საერთოდ გარღვევა შეიძლება ასე ითქვას და ამ თვალსაზრისით ისინი აი დასავლური ნატოს სტანდარტებთან მიმართებაში კიდევ უფრო ახლოს მიდიან. თქვენ ახსენეთ საფრანგეთი და იქვე საფრანგეთში დიდი შვიდეული შეხვედრაც იყო სულ ცოტა ხნის წინ და იქ მნიშვნელოვანი მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა უკრაინის სასარგებლოდ და პარალელურად რამდენიმე დიდმა სახელმწიფომ გამოაცხადა უზარმაზარი ტრანშები უკრაინისთვის სწორედ დრონების წარმოების კიდევ უფრო მხარდაჭერის კიდევ უფრო გასაზრდელად. ჩემი შეკითხვა ასეთია. მე დღეს უსმენდი რამდენიმე სამხედრო ექსპერტს, რომლებიც ამბობდნენ, რომ რამდენიმე თვიანი ფანჯარა აქვს ახლა უკრაინას იმისთვის, რომ საბოლოო გარდატეხას მიაღწიოს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთმა შეიძლება მოახთინოს, დაეწიოს რამას აი ამ ციფრული დაპირისპირების ფრონტზე. თქვენ როგორ ხედავთ ამ პერსპექტივას? მე მაგალითად ცოტა წარმოუდგენლად მიმაჩნია, იმიტომ რომ ეს სხვა ტიპის არაკონვენციური დაპირისპირება უკვე ასიმეტრიული, სადაც ციფრულ ტექნოლოგიურ ნაწილში დიდი უპირატესობა დასაწყისში სასტარტო ეტაპზე განაპირობებს დიდი ხნით უპირატესობას თუ ის ავითარებს და გრძელდება. ანუ უკრაინა ამ ხრივ არათუ გაჩერდება, როგორც თქვით, დიდი ფინანსური მხარდაჭერა ექნება დასავლეთის მხრიდან, მათ შორის ტექნოლოგიურიც, რაც თავად რუსეთს თითქმის აღარ აქვს თავისი მეზობლებიდან. ეხლა ჩრდილო კორეა ცოცხალი ძალით თუ დაეხმარება და ჩინეთი ვიცით რომ ძალიან თავშეკავებულად ეკიდება ამ ტიპის დახმარებებს. აი ამ ასიმეტრიულ დაპირისპირებაში მართლაც რამდენიმე თვიანი ფანჯარა აქვს უკრაინას თუ თქვენ მიგაჩნიათ რომ უკვე მდგრადი უპირატესობა მოიპოვა? უკრაინას აქვს უპირატესობა. მე მინდა გითხრათ, რომ უკრაინაში მაგალითად აქ მეც ვიღებ მონაწილეობას, ბევრი უცხოელი კომპანია ჩამოდის, სამხედრო კომპანია, რომელსაც აქვს ათეული, ზოგს უფრო მეტი წლის გამოცდილება, 30-40 წლის გამოცდილება სამხედრო მრეწველობაში. და ისინი ითხოვენ, რომ გამოცადონ თავისი ახალი ნაწარმი. ეს უპილოტო იქნება საშუალება თუ უპილოტო ქვეითი საბრძოლო მანქანა. ყველაფერს ამას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ. ისინი ცდილობენ, რომ ნახონ რა გავლენა აქვს მაგალითად რეპს, ხო? რა გავლენა აქვს ამ ელექტრო ხელსაწყოებს კონკრეტულ გამოსხივებაზე, როგორ მუშაობს მათი კავშირი, ამ ყველაფრის დეტალიზაცია მიმდინარეობს და აქ უკვე ეს არის დიდი გამოცდილება. უკრაინელები უკვე აკეთებენ ისეთ პროდუქტებს, რომელსაც აქვს თავარი იარლები. ეს არის battle proofed. ანუ საბრძოლო მოქმედებაში უკვე დამტკიცებული კონკრეტული აპარატი, საბრძოლო მასალა თუ რაც იქნება. ეს არის ხაზი, სადაც არის რუსეთი, ირანთან ერთად, სამწუხაროდ ჩინური ტექნოლოგიებით და ჩრდილო კორეელი სამხედრო მებრძოლებთან ერთად. ეს არის ყველაფერი ერთად ბოროტება და ამაზე დიდ გამოცდილებას, ამაზე დიდ ტექნიკურ მახასიათებელს კონკრეტული სამხედრო მრეწველობისას ვერავინ ვერ მიიღებს ვერსად. ვერც მინდა გითხრათ ისრაელის საბრძოლო მოქმედებების დროს, იმიტომ რომ იქ ნაწილობრივ არის გამოყენებული ეს კონკრეტული მიმართულება, სადაც ირიბად იბძვის ირანი.
აქ დასტურდება კონკრეტული პროდუქტი და მერე ის განსაკუთრებულად მოთხოვნადია მომენტალურად ეშვება წარმოებაში. ეს არის ძალიან დიდი სისწრაფის და ეფექტურობის მაჩვენებელი. ბატონ გიგი, აქვე მინდა კითხოთ წმინდა სტრატეგიული თვალსაზრისით სამიზნე, რომელიც ასეთი მკაფიოა ბოლო 2 კვირის განმავლობაში, ეს არის სამხრეთის მიმართულება, ყირიმის მიმართულება. პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ მალე ეს ნახევარკუნძული ლოჯისტიკურად, ალბათ უკვე კუნძულად იქცევაო და ბევრი არაფერი უკლია, რასაც უყურებთ და ვატყობთ. რა მნიშვნელობა აქვს ყირიმის მიმართულებას ახლა უკრაინის სამხედრო სტრატეგიისთვის? რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ყირიმის ეგრეთ წოდებული ნახევარკუნძული, რომელიც პრინციპში გამოდის ნიკოლაევზე და ძალიან ახლოა ოდესის მიმართულებით. ასე რომ ძალიან დიდი მნიშვნელობაა, რომ იქიდან მოხდა შეერაღებული ძალების ნაწილობრივ გაყვანა, მოცილება იმ ყირიმის ჩრდილო-დასავლეთ მიმართულებიდან, რაც პირდაპირ ძალიან ახლოს იყო ოდესის და ნიკოლაევის პორტებთან და მოხდა მათი უკან დახევა, რამაც მოგვცა საშუალება, რომ ოდესაზე პირდაპირი გამოსროლილი ბალისტიკით არაფერი აღარ მოფრინავს. მათ ჭირდებათ, ესე იგი, უფრო დიდი საშუალებები იმისა, რომ მოაღწიონ ამ ორ ოლქამდე. ეს ძალიან დიდი წარმატებაა. ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი იძულებული გახდებიან რომ დაიხიონ კიდევ უკან და რა თქმა უნდა იქ უკვე ძირითადად გამოყვანილია საჰაერო თავდაცვის სისტემები წყობრიდან და იქ უკვე ვეღარ იკავებენ იმ პოზიციებს, რომლებიც ჰქონდათ სტრატეგიული მიმართულებით. ასევე ოპერატიული მიმართულებითაც აქვთ მათ პრობლემები და რა თქმა უნდა ეს პრობლემები როცა გადავა ტაქტიკურ პრობლემებზე უკვე მოხდება მათი უკან დახევა კონკრეტული კუნძულიდან, კონკრეტული ნახევარკუნძულიდან და ისინი ალბათ გონს მოეგებიან და მოხდება მათი იძულებით მშვიდობაზე, სამშვიდობო მოლაპარაკებებზე წამოყვანა, მაგრამ ბატონ გიგი, თქვენ იცნობთ არა მარტო სამხედრო ისტორიას, არამედ რუსეთის ისტორიასაც, რომელიც გვკარნახობს სრულიად განსხვავებულ ალგორითმს მოვლენების განვითარების. როგორც წესი, გონს იშვიათად, ან თითქმის არასოდეს მოდიან ხოლმე და ბრძოლის ველზე დამარცხებული შეერაღებული ძალების უკან მობრუნება დედაქალაქში, მოსკოვი იქნება თუ სანქტ-პეტერბურგი, შემდეგ იწვევს ხოლმე რევოლუციებს და დიდ რყევებს და ცვლილებებს, სმუტა, როგორც ამას ეძახიან ხოლმე რუსეთში. პუტინმა ეს ერთი რო იცის და მეორე ამას ალბათ გრძნობს ნაწლავებითაც, უხეშად რო ვთქვათ. ამიტომ ალბათობა იმისა, რომ ის შეიძლება რეაგირებდეს ადეკვატურად სიტუაციაზე, ჯერჯერობით არ ჩანს. ყოველ შემთხვევაში ბოლო დღეების განცხადებების გათვალისწინებით. და აქ კარაგანოვებისა და სხვების მეშვეობით კიდევ ერთხელ ხდება აქტუალიზაცია ბირთვული მუქარის. ამაზეც მინდა დაგისვათ შეკითხვა, რამდენად რეალისტური შეიძლება იყოს ძალიან რთული კითხვა, ამაზე თქვენ კი არა, რა ვიცი, ალბათ თეთრი სახლის იმ ცნობილ რა ქვია, განსაკუთრებულ ოთახშიც ხშირად მსჯელობენ ხოლმე, ხო? და ალბათ საბოლოო პასუხი არ აქვთ, მაგრამ რამდენად რეალური შეიძლება იყოს ეს პერსპექტივა, თუნდაც ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებაზე და უკრაინაში თავისთავად საკითხის ასე დაყენება რაიმეს ცვლის პრინციპულად თუ არა? ჩვენ ვართ ყველაფრისთვის მზად. ჩვენისაც ვიცით, რომ მას ამის გამოყენება რამოდენიმეჯერ უნდა, მაგრამ მას ყავს ერთი პარტნიორი, ეს არის ჩინეთი, რომელიც დღეს მათთვის აწესებს წესებს და ეუბნება, როგორ უნდა იმოქმედოს და რა უნდა გამოიყენოს და რა არა. ძირითადად გამორიცხულია ლოგიკურად, მაგრამ
რუსეთს ლოგიკით ვერ გავუგებთ. დღევანდელ ხელმძღვანელობას. ჩვენ ყველაფრისთვის ვარგზავთ. ჩვენ არაფერი აღარ გაგვაჩერებს იმისათვის, რომ გაუწიოთ წინააღმდეგობა. ჩვენ თავზე უკრაინის შეერებული ძალების თავზე ყველაფერმა გამოცადა, მათ შორის იყო ქიმიური იარაღის გამოყენებაც, რომელიც იმ წამსვე აღიკვეთა, როგორც კი ჩაერთვენ ჩვენი პარტნიორები და რა თქმა უნდა, ამას მოყვა დიდი გამოხმაურება. ასე რომ ჩვენ ყველაფრისთვის ვზად ვართ, ელოდეთ სიახლეებს და ელოდეთ ახალ და კარგ ამბებს უკრაინიდან. და ბოლოს მინდა კითხოთ, თქვენ დაიწყეთ საუბარი და მე გაგაწყვეტინეთ, უკვე ამ წლის ბოლოსთვის და მომავალ წელს განსაკუთრებით უფრო ინტენსიურად დაიწყებს წარმოებას ბალისტიკური რაკეტებისა თავად უკრაინა. ჩვენ დრონებზე საუბრობდით და ახლა საუბრობთ შორი მანძილის რაკეტებზე, რომელიც უფრო ეფექტურად გამოიყენება სამხედრო შესაძლებლობების და მათ შორის საწარმოო შესაძლებლობების გასანადგურებლად, შეიძლება ასე ითქვას, იმიტომ რომ თქვენი საუბრის პარალელურად ეთერში გადის კადრები, მათ შორის აფეთქებული საწარმოების, რომლებიც ვეღარ აგრძელებენ მუშაობას, არა მარტო ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, არამედ სამხედრო სამრეწველო კომპლექსში შემავალი ქარხნებიც. ამ მიმართულებით რამდენად სერიოზულ პროგრესს შეიძლება ველოდოთ უახლოეს მომავალში, რადგან ამაზეა ზუსტად დამოკიდებული, რამდენად ეტკინება რუსეთს თავის ტერიტორიის შიგნით. ბევრი რამ. თუ მანამდე უკრაინას ჰქონდა შორი მანძილის რაკეტები, მაგრამ სპეციალური დათქმებითა და შეზღუდვებით, რადგან ის ძირითადად შეერთებულ შტატებში იყო ნაწარმოები, რომელსაც მოყვებოდა შემზღუდავი ჩარჩოები მანძილის, ახლა უკრაინა აწარმოებს რა თავად თვითონ იღებს სტრატეგიულ გადაწყვეტილებებსაც. ეს რას შეცვლის წმინდა სამხედრო თვალსაზრისით? მინდა დაუბრუნდეთ წინა შეკითხვას, იმიტომ თითქოს ვერ დავასრულეთ. 24 ივნისი იყო სუსტად ის დღე 2025 წელს, 24 წელს, როცა დაიძრა რუსეთის განსაკუთრებული ქვედანაყოფი როსტოვიდან მოსკოვის მიმართულებით. და მინდა გითხრათ, რომ ამას არავინ მოელოდა. აქ არავინ მოელოდა უკრაინის მხარესაც კი, რომ ის კონკრეტული ბატალიონი, რომლითაც პრიგოჟინი, ხო, დიახ, ხელმძღვანელი პრიგოჟინი დაიძრებოდა. ასე რომ შეიძლება იყოს, არ არის გამორიცხული, არის ინფორმაცია, რომ ამ ძიმე მდგომარეობას ლოგიკურად მოყვება კონკრეტული შედეგები. პრიგოჟინმა როგორც ასეთი მიხვდა, რომ არცაითკენ აღარ ვითარდებოდა მათი წარმატება და მიხვდა, რომ იყო ძალიან დიდი შესაძლებლობა იმისა, რომ თვითონ თავისი ბატალიონი, რომელიც საერთაშორის აფრიკის ქვეყნებშია განლაგებული, როგორც კერძო ბატალიონი და ქონდა ძალიან დიდი გავლენა, იქვე ამოწურავდა თავის რესურსს რამოდენიმე თვეში, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ შეერებული ძალები რუსეთის დღეში 1000 ჯარისკაცამდე მძიმე დაჭრილი ან განადგურებულია, ეს მე თქვენ გეუნებით კადრებით, რომელიც ფიქსირდება დრონის საშუალებით. და მათ შორის დაზვერვაზე დაყრდნობით თავად პრეზიდენტი ტრამპიც საუბრობს ამის თაობაზე, ის ამ ნაწილში ნამდვილად არ გადააჭარბებდა. და რაც შეეხება კონკრეტულად ბალისტიკურ რაკეტებს. დიახ. Firepoint-ის კონკრეტულ ხელმძღვანელის ღია საუბარს. მე მინდა გითხრათ, რომ დაახლოებით 6 წარმოებელია მძიმე რაკეტების. აქედან 3 არის სახელმწიფოის ძველი წარმოებლები და 3 არის კერძო. ეხლა კონკრეტულად ჩანს Firepoint-ი, იმიტომ რომ Firepoint-მა დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურად გამოყენება უპილოტო საფრენის საშუალებების, რომელსაც 100 კილოგრამამდე მიაქვს საბრძოლო მასალა 1000 კილომეტრამდე. ასე რომ და იყო ფასში შეუვალი, ანუ ჩინეთს
რუსეთიც კი ვერ აკეთებს იმ ფასში, რა ფაშიც Firepoint-ი მაგალითად აბარებს თავის ნაწარმს თავდაცვის სამინისტროში და ეფექტურად გამოიყენება ის. და ეს ამ კონკრეტულმა წარმატებამ მისცა ამ დიდ კომპანიას იმის საშუალება, რომ დაემტკიცებინა, რომ მას შეუძლია აწარმოოს Flamingos ტიპის რაკეტები, რომელიც არის ზებგერითამდე. წელს იგეგმება ზებგერითი, ასევე ბალისტიკური რაკეტები, რომლის განადგურება წარმოუდგენელია ბევრი ქვეყნისთვის, არა მარტო რუსეთისთვის და ასევე წლის ბოლოსთვის იგეგმება ბალისტიკური რაკეტის საწინააღმდეგო საჰაერო თავდაცვის ანტიბალისტიკა, ესე ვაკეთებიან, იმ რაკეტის შექმნა. ანუ პატრიოტის ჩამნაცვლებელი ფაქტობრივად, ხო? ოღონდ უკრაინული წარმოების. თუ არ ვშტები გერმანელებთან თუ შვედებთან ერთად ჩამოყალიბებული. გერმანელები ეხა კონკრეტულად ფიქრობენ რომ ამაჰავკას მაგიერ გამოიყენონ Flamingos ტიპის რაკეტები. იმიტომ რომ ის არის ძალიან ეფექტური და ძალიან ხელმისაწვდომი. 4ჯერ იაფი, თუ მეტჯერ არა, თავის გამშვები დანადგარით. და არანაირი თქვენ ზუსტად აღნიშნეთ და კარგად აღნიშნეთ, არანაირი ნებართვა არავისგან აღარ იქნება საჭირო. ეს ნებართვები თქვენ კარგად გაიხსენეთ და კარგია რომ ზუსტი შეკითხვა დასვით. ეს ნებართვები იყო, რამაც გააჩერა უკრაინის შერეული ძალები 2022-23 წელს არისროლოდ, ყირიმში არისროლოდ, ხოლო დონბასში, კი ბატონო ყირიმში, კი ბატონო გახსოვთ ეს იყო აი ნელ-ნელა უფლებების მოცემა ჩვენთვის, რომ აი მოსული არიან უკვე საზღვართან, კი ბატონო 100 კილომეტრის სიღრმეში და არა მეტი და ბოლოს 2026-27 წელი იყო, როცა მივიღეთ სრული უფლება გამოყენების და შედეგიც ახეზია, შეგვიძლია ვთქვა და ეს ყველაფერი უკვე საწარმოო სიმძლავრეებზე გავა, ეს სურათს მნიშვნელოვნად შეცვლის უკვე სტრატეგიული თვალსაზრისითაც. გიგი, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ საინტერესო და კომპეტენტური კომენტარისთვის, შეგეხმიანებით კვლავ ქართველების მეშვეობით. ყოველთვის ძალიან საინტერესოა ხოლმე უკრაინის წარმატებებზე საუბარი. გემშვიდობებით.